სხვისკენ ხელის გაშვერა კი არ არის ადამიანის უპირველესი საკეთებელი საქმე ამ ცხოვრებაში, არამედ პირიქით, სხვისკენ ხელის გაშვერა იმისთვის, რომ დაცემული წამოაყენო, იმისთვის, რომ მისთვის იცხოვრო, ის გაახარო, მისკენ ნაბიჯი გადადგა. და ადამიანის გახარებას არ ჭირდება მანდამაინც რაღაცა განსაკუთრებული ერთი უბრალო სიტყვითაც შეგიძლია რომ ნებისმიერი ადამიანი გაახარო და ვფიქრობ, წმინდა ნიკოლოზი ჩვენთვის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა იმისთვის რომ გახდეს წმინდანი, უნდა იცხოვროს ისე როგორც იცხოვრა წმინდა ნიკოლოზმა, ანუ იცხოვროს სხვისთვის და სხვისი ბედნიერებისთვის და სხვისი სიხარულისთვის და იყოს მიმნიჭებელი, რატომ ქვია მოციქულებს მახარებლები, არა სახარების ავტორებს. Რატომ ქვიათ მახარებლები? იმიტომ რომ ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლის მისი მკვდრეთით აღდგომის სიხარული აუწყეს მთელ კაცობრიობას, ანუ სიხარული მოგვიტანეს თითოეულ ჩვენგანს მათ. ამიტომ ჩვენც აი ამ სიხარულის მიმტანი უნდა ვიყოთ სხვა ადამიანებთან. თუ გვინდა რომ ადამიანობიდან ოდნავ უფრო მაღლა დავდგეთ, რასაც ქრისტიანობა ქვია და ყველა ქრისტიანს ეკლესია წმინდანს უწოდებს. არა იმიტომ რომ ჩვენ თავით თვისით ვართ წმინდანი, არამედ ყველაზე წმინდას მივიახლებით, რასაც ქრისტეს სიცხლე და ხორცი ქვია.